ბანერების დამონტაჟების პრობლემა, აი ამ სასაზღვრო რაღაც ელემენტების შექმნის პრობლემა, რა თქმა უნდა, უმძიმესი პროცესია. ამის ერთ-ერთი ამოცანა გახლავთ ის, ერთ-ერთი ამოცანა, რომ აიძულოს საქართველოს ხელისუფლება დაიწყოს მოლაპარაკება სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, აი ამ ეგრეთ წოდებული საზღვრის დემარკაციაზე. ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ჩვენ თვლით, რომ საზღვარი აქ კი არ გადის, საზღვარი გადის იქ, სადაც ეს საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული და აქ რაიმე კომპრომისი არ შეიძლება იყოს. ეს ჩვენთვის არის ვიმეორებ ყოვლად კატეგორიულად მიუღებელი რამ, რომ ჩვენ ვინმესთან დავსხდეთ და დავიწყოთ საუბარი, აბა სად უნდა გადიოდეს გორთან ახლა საზღვარი ცოტა აქეთ თუ ცოტა იქით. აი თავარი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამის ეს გახლავთ. აი ეს ბანერები, ადამიანების დაკავება, გატაცება, ყველაფერი გახლავთ აი ზეწოლის მექანიზმი საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა გვაიძულონ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავიდეთ. ბატონო ზურაბ, არსებობს რამდენიმე ფორმატი. დიახ, დაასრულეთ და შემდეგ კითხვა დავსვათ. რა შეეხება ჩვენ ფორმატს, ჩვენი ფორმატის მანდატის თაობაზე მე უკვე მოგახსენეთ. ჩვენ ხშირად მუდმივ რეჟიმში გვაქვს საუბარი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამ ფორმატის შესახებ, ჟენევის ფორმატის შესახებ. ეხლა მე სანამ პრაღაში წავიდოდი, მქონდა ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბატონ დავით დონდუასთან ერთად ბრიუსელში, სადაც ჩვენ დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი. შევხვდით ევროკავშირის სამსახურების ხელმძღვანელებს, შევხვდით პოლიტიკური კომიტეტის 28 წევრი ქვეყნის ელჩს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. აი მათთან მქონდა ჩვენ დეტალური საუბარი, რა ხდება რეგიონში, რა ხდება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს ჟენევის დისკუსიები, როგორ მიმდინარეობს პრაღის ფორმატი. შედეგი არის ის, რომ თოთალ ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ანუ ეს მოკლევადიანი კარგად არის. აი გრძელვადიანი შედეგის იმედი რამდენად იცნება ამ ქვეყნის მოქალაქეებს. გიპასუხოთ რა ამ მანდატთან დაკავშირებით, თუ შეიძლება. მათი რჩევა, მათი რეკომენდაცია აუცილებლად გააგრძელეთ მუშაობა როგორც ჟენევის ფორმატში, ისე პრაღის ფორმატში. არ გაწყვიტოთ კომუნიკაცია, შეეცადეთ მოაგვაროთ ის პრობლემები, თუნდაც რისი მოგვარებაც შეგიძლიათ აი იმ სფეროებში, რაც მე ჩამოვთვალე პრაქტიკული მიმართულებებით. ჩვენ შეძლების და გარად დაგეხმარებით, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით საერთაშორისო სარბიელზე. ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებელთა ევროკავშირის მონიტორინგის მისია იქ არის, გავაგრძელებთ მუშაობას, შევეცდებით თქვენი საკითხი მუდამ იყოს წამოწეული ყველა დღის წესრიგში, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობებში, მაგრამ ევროპელების რესურსებით შეზღუდულია, არ არის უსასრულო. ევროპის შუაგულში აი ამ ხელა კონფლიქტია, ახლა უკრაინის კონფლიქტი გვამხედველობაში, სადაც ყოველდღიური მსხვერპლია. ეხლა დაიძაბა ვითარება რამდენიმე დღის წინ ყარაბაღში, უკვე იქ სროლა იყო, ამანაც ასე ვთქვათ გააღვიძა ისევა ეს კონფლიქტი. ასეთი ვითარებაა უმძიმესი სირიაში, რეგიონში, ამიტომ მათი რესურსებით შეზღუდულია, ჩვენ იმაზე მეტს არ უნდა ველოდეთ ეხლა ამ ეტაპზე, რაც ხდება და ის განცხადებები, რომ აი ხელისუფლება არ აკეთებს საკმარის, არ აქცევს ამას ყურადღებას, 80% გარწმუნებთ. ჩვენი ძალისხმევისა საგარეო სარბიელზე, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, სწორედ აი ამ პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული. ყველა ჩვენი შეხვედრა, ყველა ფორუმი, ყველა განცხადება, რომელიც უცხოეთში საქართველოსთან მიმართებაში, კონფლიქტთან მიმართებაში კეთდება, სწორედ ამისათვის არის. აქეთ არის აი ბატონო ზურაბ, უკაცრავად განცხადება გაკეთებულა. ცოტა დროში ვართ შეზღუდულები, ამიტომ მინდა შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ, თქვენ ბრძანეთ